თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო სამეფო ტახტი მის ჭაბუკ შვილს ლაშა გიორგის ერგო. უკვე თავის სიცოცხლეშივე დედამ 12 წლის მემკვიდრე თანამოსაყდრედ დასვა. 20 წლის იყო, როდესაც ბედმა ამ ჭაბუკს სრულიად საქართველოს 12 საუკუნის განმავლობაში მახლობელს აღმოსავლეთში უკვე უძლიერეს და მოწინავედ გცეულ სახელმწიფოს მესაჭეობა არგუნა. იმ ხანაში საქართველოს შინაგან გაერთიანებასა და პოლიტიკურ ზრდასთან ერთად ძლევამოსილი ომებითა და სამხედრო ძალით შემოერთებული ქვეყნის მოსახლეობის გულის მოგება და მომტკიცება სჭირდებოდა. ბრძნული წინდახედული პოლიტიკისა, სრულ მყუდროების დამყარებისა და კეთილმოსურნე სოციალ-ეკონომიკური და კულტურული საქმიანობის საშუალებით. ასეთი დიდი მოვალეობის განხორციელება მხოლოდ თამარისებრ შორს გამჭვრეტელი საერთაშორისო პოლიტიკის გამგრძელებელს შეეძლო, რომელსაც ამასთანავე დავით აღმაშენებლის მსგავსად მიზანშეწონილი გეგმიანი სახელმწიფოებრივი საქმიანობის ნიჭი და მისი ასრულებისათვის ყოველგვარი დაბრკოლების გადამლახავი ნებისყოფაც აღმოაჩნდებოდა. როგორც ერთ-ერთი ისტორიული წყარო მოგვითხრობს, რაინდული სულისკვეთებითა და პატიოსნებით უხვად დაჯილდოებული ლაშა გიორგი ვითარცა დედისერთა ვაჟიშვილს ჩვევია, განებივრებული და თავის ნათქვამა ჭაბუკი გამოდგა. მას ზემოაღნიშნული ფართო და დიდი ამოცანებისათვის არც სათანადო ძალა შესწევდა. იმ უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ძლიერების განმტკიცებისათვის საჭირო იყო, ლაშა გიორგი გამოსადეგი ვერ აღმოჩნდა. რასაკვირველია, არც თვით საქართველოში და არც ყმადნაფიცსა და არც მოსაზღვრე ქვეყნებში ხალხს ახალგაზრდა მეფის ხასიათის ნაკლი არ გამოჰპარვია. ამიტომაც პირველად ძმადნაფიცმა სამფლობელოებმა სცადეს ლაშა გიორგის სიჭაბუკით ესარგებლად, ხოლო ყველაზე უწინ განძის ათაბაგმა მოისურვა გათავისუფლება. განუდგა საქართველოს და ხარკის მოცემაზე უარი განაცხადა. ახალგაზრდა მეფემ წარჩინებულებთან ერთად გადაწყვიტა უმალამ პირველი მცდელობისთვის ყურადღება მიექცია, რომ განძის მფლობელს მიმბაძველები არ აღმოჩენოდნენ და საქართველოს სახელმწიფოს ჯარი მთავარსარდლის მეთაურობითა და ჭაბუკი მეფის მონაწილეობით განძის ათაბაგის სამფლობელოს მიადგა. განძამდე განდგომილ ათაბაგს წინააღმდეგობა არსად გაუწევია. თავის დედაქალაქის დასაცავად წინ დახვედრა და ქალაქს გარეთ შებრძოლება ვერ გაუბედია, არამედ თავის ლაშქრით შიგ განძაში გამაგრდა. საქართველოს მთავარსარდლობას ქალაქის იერიშით აღების მაგიერ ათაბაგისა და მისი მთელი სამხედრო ძალის იქ შემწყდება უცუნია უფრო მიზანშეწონილად. მართალია ამ წესით გამდგარი ქვეყნის მმართველის დამორჩილებისათვის გაცილებით უფრო მეტი დრო იყო საჭირო, მაგრამ ალყაშემორტყმული ათაბაგი სულ ერთია იძულებული იქნებოდა ქედი მოეხარა და ასე კი სამაგიეროდ არც გარემოცულ ქალაქდა და საქართველოს ჯარის სისხლი დაიღვრებოდა ტყუილუბრალოდ და არც დამორჩილებული მოსახლეობის გული საქართველოსადმი ისე გაბოროტებული იქნებოდა, როგორც იერიშითა და მკაცრი სამხედრო საშუალებით დაპყრობა განადგურების შემდგომ. ჭაბუკ ლაშა გიორგის კი საქმის ასეთი გაჭიანურება ვერაფრად მოსწორებია. მას სწრაფი და გადამწყვეტი ბრძოლა სწყუროდა. რა კი ლაშა გიორგის თავისი აზრი მთავარსარდლობაში სამხედრო ბჭობის დროს ეტყობა ვერ გაუტანია, ამიტომ გადაუწყვეტია დამოუკიდებლივ და სხვებისათვის უცნობელად თვითონ დაეწყო აქტიური საომარი მოქმედება. ამ მიზნით თავის ნაწილთაგან 4000 რჩეული ჯარისკაცი წაიყვანა და ამ მცირე ძალით განძას იმ მხრიდან შემოუარა, რომელიც მტკვრისაკენ იხედებოდა. განძის ათაბაგს მეფის ასეთი მცირერიცხოვანი ჯარით წამოსვლა არ გამოჰპარვია და უეცრად ქალაქიდან გარს შემომულელ ამ რაზმს დიდი ძალით თავს დაესხა. ატეხილ სასტიკსა და მეტად სისხლის მღვრელ ბრძოლაში მეთაურთა და თვით ლაშა გიორგის მაგალითითა და გამამხნევებელი მამაცობის წყალობით, თუმცა დიდი მსხვერპლის განწირვის შემდგომ ქართველთა რაზმმა მაინც განძელები დაამარცხა. მაგრამ განძელთა ლაშქრის გადარჩენილმა მცირერიცხოვანმა ნაწილმა ქალაქ განძის ზღუდეში უკან დახევა მოახერხა და ამრიგად ლაშა გიორგიმ დასახულ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. განძაში მომწყდეულნი მცხოვრებნი გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩაცვლდნენ და ამის გამო ათაბაგი ბოლოს იძულებული იყო ისევ ქედი მოეხარა. იგი საქართველოს მეფის ხარკის წინანდებურად ძლევას შეჰპირდა და თანაც განდგომის პატიებას ევედრებოდა. ლაშა გიორგიმ ვედრება შეისმინა. ათაბაგისაგან დიდი და ძვირფასი ძღვენი მიიღო. ხარკი კვლავ განუჩინა. დატყვევებული განძელებიც კი გაათავისუფლა და გამარჯვებული დედაქალაქში დაბრუნდა.
საქართველოს სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის სანაპირო ზოგმა ყმადნაფისთაგანმაც სცადა საქართველოს ჩამოშორებოდა. ამის გამო 1219 წელს ლაშა გიორგიმ იქითკენაც გაილაშქრა და ორონტი და სხვა ციხეები ნახჭევანამდე კვლავ აიღო. ამავე მიზეზის გამო ხლათის სულთნის წინააღმდეგაც აუცილებელი გახდა ამ ხედრება, მაგრამ ხლათის მფლობელიც დამარცხდა და ისევ საქართველოს დამორჩილდა. სახელმწიფოს ძლიერება უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთისკენაც იქნა განმტკიცებული. კარნუ ქალაქელნი საქართველოს დაუერთგულდნენ და კიდევაც დაემოყვრნენ. ამრიგად შიგნითაც და ყმად ნაფიცებთანაც სრული მყუდროება იყო დამყარებული, რომ ლაშა გიორგის დასავლეთ ევროპისგან რომის პაპის ჰონორიუსის ეპისტოლე მოვიდა, რომელშიც ის საქართველოს მეფეს თხოვდა თავისი ძლევამოსილი ჯარითურთ მაჰმადიანთა წინააღმდეგ პალესტინის განსათავისუფლებლად განზრახულს ჯვაროსანთა ომში მონაწილეობა მიეღო. პაპს მიზნად ჰქონდა დასახული, რომ ამით დასავლეთისგან წამოსული ჯვაროსნებისათვის ბრძოლა გაეადვილებინა. ლაშა გიორგის რაინდული სულისკვეთებისათვის ეს წინადადება იმდენად მომხიბლავი აღმოჩნდა, რომ ჯვაროსანთა ომში მხურვალე მონაწილეობის მისაღებად დაუყოვნებლივ მზადება შეუდგა. მაგრამ სრულებით მოულოდნელად თვით საქართველოს საზღვრებს მანამდე უცნობი მტერი მოადგა და ამ გარემოებამ საქმეთა მიმდინარეობას სულ სხვა მიმართულება მისცა. კარზე მომდგარი უცხო მტერი მონღოლები იყვნენ, რომელთა ვინაობა არამც თუ მარტო მაშინდელი საქართველოსათვის, არამედ მთელი დანარჩენი მახლობელი აღმოსავლეთის მცხოვრებელთათვისაც კი სრულებით უცნობი იყო. ეს გარემოება არც გასაკვირველია, რადგან მონღოლები შორეული ქვეყნიდან დაიძრნენ და მხოლოდ რამდენიმე ათეული წლები იყო, რაც ისინი საისტორიოსა და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ. მონღოლთა მეთაურს ჩინგისხანს ყველა თვისტომების გაერთიანებისა და მათ უზენაეს მბრძანებლად ქცევის შემდეგ ხვარაზმ-შაჰ მუჰამედთან და მის შვილ ჯალალედინთან შურისძიების ნაკარნახევმა დაუნდობელმა ბრძოლამ პირი ირანისაკენ აბრუნებინა. როდესაც ხვარაზმ-შაჰი მუჰამედი დამარცხდა, მისი შვილი ჯალალედინი ღაზნაში გაიქცა ახალი ლაშქრის შესაგროვებლად და მონღოლების მრისხანე მბრძანებელთან კვლავ შესაბრძოლებლად. ჩინგისხანმა თავისი მომავალი სამხედრო მოქმედების ასპარეზის უზრუნველყოფისათვის ორი თავისი ყველაზე მარჯვესარდალი, ჯებე და სუბუდაი, ღაზნასა, ყარჯისტანსა, ზაბულსა და ქაბულში ცხენოსანთა ჯარითურთ დასაზვერად და გზების შესაკრავად წარგზავნა. მონღოლთა ჯარი დავალების შესრულების შემდეგ ისევ უკან ყაენის ურდოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამისათვის მათ პირი ჩრდილოეთისაკენ უნდა ებრუნებინათ და თავიანთ სამშობლოში დარუბანდის გზით მისულიყვნენ. ჩრდილოეთ ირანში ადარბადაგამდე რომ მიაღწიეს, ისინი რანისა და შირვანის საძოვრებსა და მიწა-წყალსაც უნდა მოსდგომოდნენ. ეს კი საქართველოს სახელმწიფოს ყმადნაფიცის სამფლობელოებს წარმოადგენდა. შესაბამისად საქართველოს საზღვრების გადმოლახვას უდრიდა. სწორედ ასეც მოხდა. 1220 წელს მონღოლთა 20,000-იანი მხედრისგან შემდგარ ჯარს ჯებესა და სუბუდაის მეთაურობით საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი გადმოულახავს. ეს ისე მოულოდნელად მომხდარა, რომ ქართველთა მონაპირე 10,000 კაცისაგან შემდგარ ჯარს წინ მომავალი უცხო მტრისათვის მხოლოდ დადევნებაღა შესძლებია. ლაშა გიორგის საკმაოდ მოზრდილი ჯარისათვის მოუყრია თავი, მაგრამ აქ მონღოლებს საქართველოს ჯარის წინააღმდეგ თავიანთი ჩვეულებრივი სამხედრო ხერხი გამოუყენებიათ. ლაშქრის ორად გაყოფა და ერთი ნაწილის გარკვეულ ადგილას წინასწარ ჩასაფრება, მეორე ნაწილის კი ჯერ პირისპირ შებრძოლება, ხოლო შემდეგ განზრახ იმ ადგილამდე უკუქცევა, სადაც მათი ლაშქრის ჩასაფრებული ნაწილი იყო და იქ დადევნებული მტრის ალყაში მოქცევა. მონღოლთა ბელად ჩინგისხანს ამ ნაცადი სამხედრო საშუალებით ბევრგან გაუმარჯვია და საქართველოს ჯარიც ასევე დამარცხდა და საგრძნობლად დაძარალდა კიდეც. ასეთი გამარჯვების შემდგომ მონღოლებმა გზების ვიწროობისა და ტყით დაბურულობის გამო უკან დადევნება ვერ გაბედეს და უკუიქცნენ. ერთი წლის შემდგომ მონღოლები კვლავ საქართველოსაკენ წამოვიდნენ. მაგრამ შეიტყვეს თუ არა თავიანთი ჯაშუშებისაგან, რომ ქართველებს მათთან საბრძოლველად ჯარი უკვე მზად ჰყავდათ, უკანვე გაბრუნდნენ. სასწრაფოდ საქართველოს გაეცალნენ. დარუბანდისკენ მიმავალი ჩრდილოეთის გზით დაღისტანზე გადაიარეს და ისევ თავიანთ სამშობლოში მივიდნენ.
დამახასიათებელია, რომ ამ მოულოდნელი და უცნობი მტრის ლაშქრის ვინაობა მათი წასვლის შემდეგაც საქართველოში იმდენად ხეირიანად არ სცოდნიათ, რომ ლაშა გიორგის დროინდელს მემატიანეს მათი სახელიც კი მოხსენიებული არ აქვს. ხოლო ამ ამბიდან 3 წლის შემდგომაც რუსუდანი ისევე როგორც იოანე მხარგრძელი 1223 წელს რომის პაპს ჰონორიუსს წერდნენ, რომ მონღოლები ქრისტიანები გვეგონნენ, მაგრამ ცუდი ქრისტიანები გამოდგნენ. თუმცა ქრისტიანობასთან მათ რწმენას საერთო არაფერი ჰქონდა. ისინი წარმართნი იყვნენ, შამანობის მიმდევარნი. საქართველოში მონღოლთ გამოჩენა და გაცლა შემთხვევით და უმნიშვნელო მოვლენად მიუჩნევიათ. ლაშა გიორგი თავისი დის რუსუდანის გათხოვებას შეუდგა. სხვადასხვა მთხოვნელთა შორის მას უმჯობესად შარვან შაჰი უცვნია. ბაგავანში 10 დღის განმავლობაში ნიშნობის წესიც კი გადაუხდია, მაგრამ სწორედ იქ ყოფნის დროს მოულოდნელად 1222 წელს 18 იანვარს ლაშა გიორგი გარდაიცვალა. რამ გამოიწვია ასეთი უეცარი სიკვდილი არ ჩანს. მის თანამედროვე მემატიანესაც კი ამაზე არაფერი აქვს ნათქვამი. მისი ერთი გამონათქვამის მიხედვით მონღოლებთან ბრძოლის დროს პირველი წყლულება მათგან იქმნაო. ლაშა გიორგი, გულადი მებრძოლი, გულწრფელი და რაინდული სულისკვეთებით გამსჭვალული ჭაბუკი, განათლებული, ხელოვნებისა და სახიობა გასართობის მოყვარული ადამიანი და დამოუკიდებელი თავისუფალი აზროვნების მიმდევარი პიროვნება იყო. დედისაგან მას გულკეთილობა და ლმობიერება ჰქონდა თანდაყოლილი. ქართული სისხლის სამართლის სასჯელთა სისტემაში თამარის მიერ განხორციელებული ცვლილება, რომლითაც მან სიკვდილად დასჯა და სხვა დამასახიჩრებელი თუ ადამიანის ღირსების შემლახავის სასჯელები აღკვეთა, გიორგი ლაშასაც მტკიცედ ჰქონდა დაცული. მაგრამ როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობს, ლაშა გიორგის თანდათანობით თავის ნათქვამი და თვითნება ადამიანისათვის დამახასიათებელი ნაკლი გამოაჩნდა. თავის გარშემოც თანდათანობით თავისი თანამოაზრე თანამოასაკენი შემოიკრიბა. დედის ნაცადი ხელისუფლები კი ჩამოიცილა. თუმცა ლაშა გიორგიმ იმდენი სახელმწიფოებრივი ალღო გამოიჩინა, რომ მამაპაპათა და დედის ნაანდერძევის სრულიადი საქართველოს ყოველივე მონაპოვრის შენარჩუნება შესძლო და ამ დიდი სახელმწიფოს მთლიანობის დაცვაც მოახერხა, რაც უკვე მას დიდ ღირსებად ჩაეთვლებოდა, მაგრამ ეთყობა ლაშა გიორგის მაინც ნათლად წარმოდგენილი არ ჰქონდა ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მას ვითარცა სამეფოს უზენაეს საჭეთ მყრობელსა და კეთილდღეობის მესვეურს ეკისრებოდა და რომლის სიმძიმეც მას მკაფიოდ უნდა ჰქონოდა შეგნებული. ლაშა გიორგის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია სიყვარული. ველის ციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მომხიბლავი ლამაზი გათხოვილი ქალი უნახავს. მის გაცნობას ჭაბუკი მეფის გულში იმდენად ღრმა სიყვარულის გრძნობა ჩაუნერგავს, რომ თავი ვერ შეუკავებია, ქმრისათვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისაგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა. ადვილი წარმოსადგენია თუ რა შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა მაშინ მეფის ამ საქციელს, რომელიც ცოლის წაგვრას წარმოადგენდა. დანაშაულს, რომლისთვისაც ყოველი ჩვეულებრივი მოქალაქეც კი კანონის წინაშე პასუხისმგებელი იყო. ამიტომაც ვეზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენელნი მივიდნენ და სთხოვეს მეფეს წამოგვრილი ცოლი ისევე ქმრისათვის დაენებებინა. თვითონ კი ცოლი შეერთო. ქართული სახელმწიფო სამართლით მეფეს თავისი ქვეშევრდომის ცოლად შერთვა არ შეეძლო. არამედ თანამეცხედრედ მას აუცილებლად რომელიმე სამეფო საგვარეულოს ასული უნდა მოეყვანა. ლაშა გიორგი მოსულთ თავის სატრფოს მიტოვებაზე უარი განუცხადა. ველისციხელ ქალს ის თავის ცოლად თვლიდა და სამღვდელოების დარიგების მოსმენა მან თურმე არც კი მოისურვა. როდესაც ამ მუდარა შთაგონების ცდის გზით ვეზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მათ იმავე საშუალებას მიმართეს, რომელიც მე-9 საუკუნეში კლარჯეთის უდაბნოთა განთქმულმა არქიმანდრიტმა გრიგოლ ხანძთელმა აშოტ დიდი კურაპალატის წინააღმდეგ გამოიყენა. სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკ მეფეს მისი გულის სატრფო ჩამოაშორეს. საერო და საეკლესიო ხელისუფლების მმართველ წრეებს იმედი ჰქონდათ, რომ ლაშა გიორგი ამის შემდეგ მაინც შეირთავდა ცოლს, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.
სხვა ქალის შერთვა მეფემ არ მოისურვა და სიკვდილამდე უცოლოდ დარჩა. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ლაშა გიორგის მეფობასთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს გვერდები. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.